მე და ირაკლი შევეცდებით ხოლმე კვირაში ერთხელ შევაღოთ ბევრი კარები. იმედი გვაქვს, რომ იქნებით ჩვენი არხის გამომწერები. ბასტის და ბუბუს მერე შენ პირველი კაცი ხარ ვისთან ერთადაც გადაცემა. სასამართლო არ არსებობს საჯარო უწყებებიდან ხალხს თავისუფლებელი. 9 აპრილის დროს რა ორი კამერა იღებდა იმას. შეკითხვაა რომ აი გავიღვიძეთ ჩელაბინსკში. ბელორუსიაკიდან არ გამოვა ძალიან ბევრად უარესი რაღაცა იქნებით. გამარჯობა. მოგესალმებით ყველას YouTube არხზე ვიწყებთ ახალ პოდკასტს. მე თაზო დათუნაშვილი და ეს ირაკლი გუპრაძე. ამ ფორმატში პირველად ვაკეთებთ რაღაცას, მაგრამ როგორ პირველად მე მოგიყვებით. შევეცდებით რომ იმ აქტუალურ თემებზე, საკითხებზე, ყველაფერზე, რაზეც შეიძლება ლაპარაკი, რაზეც შეიძლება ვინმე საინტერესებდეს ერთ კაცსაც მაინც ჩვენი აზრი, შევეცდებით რომ ყველაფერზე ვილაპარაკოთ. პოდკასტს დავარქვით დერეფანი. დერეფანი როგორც მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც რამე შეხვედრიდან გამოსულს, რამე მოსაწყენი შეკრებიდან თან არც ისე მოსაწყენიდან ყველაზე გულწრფელი ფრაზები ერთმანეთისთვის გვითქვამს. დერეფანი, რომლიდანაც ყველა კარებში შედიხარ, დერეფანი, რომელშიც სინამდვილეში პოლიტიკურ პროცესში სხვაგან ბევრი რამე წყდება. მე და ირაკლი შევეცდებით ხოლმე კვირაში ერთხელ შევაღოთ ბევრი კარები, ყველა კარები, რომელიც აი ამ დერეფანშია, რასაც დღეს საქართველოს ქვია, ვილაპარაკოთ ყველაფერზე, რაც იქნება საინტერესო თქვენთვის და რაზეც ტრადიციულ ფორმატებში ვერასდროს ვერ ვახერხებთ ხოლმე რაღაცების თქმას. ხან პროპაგანდის გამოკვების შიშით, ხან სხვა რაღაცით, აქ შევეცდებით რომ ვილაპარაკოთ ღიად, პირდაპირ და გულწრფელად. ირა. ხო. ესე იგი ახალი გამოწვევა, საინტერესო ამბავი და რაც მთავარია მიზანი, რატო ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ვაკეთებთ იმისთვის, რომ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა სჭირდება მეტი ჩართულობა სოციალურ ქსელში, მეტი ღიაობა, მათ შორის თქვენგან შეკითხვების მიღება, ძალიან კრიტიკულის, იმის, რაზეც გაქვთ წუხილი, რომ შეიძლება ეთერებში არ ისმის და ასე შემდეგ. ჩვენც ნაკლებად ფორმალურები ვიქნებით და ვეცდებით, რომ ყველაფერს გულწრფელად და პირდაპირ ზოგჯერ შეიძლება მოურიდებლად და უხეშადაც უპასუხოთ საკუთარი თავის თუ სხვების მიმართ. და ეს იქნება ჩვენი ფორმატის ალბათ მთავარი ღირებულება. მთავარი ამბავი არის ის, რომ ესე იგი როგორც აღმოჩნდა, ჩემთვის არის პირველი გამოცდილება მსგავსი პოდკასტის წაყვანის. ესე იგი თაზოს 30 წლის წინ მიყავდა პირველი გადაცემა თავის ცხოვრებაში. ეს იყო ბასტი ბუბუს გადაცემა 30 წლის წინ. ამიტომ იმედია ჩვენს მეგობრებს ვთხოვთ და მოგვიძებნის ამ ჩანაწერს და დაურთავთ ამ ბასტის და ბუბუს მერე შენ პირველი კაცი ხარ ვისთან ერთადაც გადაცემა. კაია. ეს იქნება მოკლედ ჩვენი მიზანი. ბევრი ვიფიქრეთ სახელწოდებაზე და როგორც ყოველთვის და როგორც ქართულ პოლიტიკოსებს შეგვეფერება, ცოტა უცნაური სახელი შევარჩიეთ. ვაგრძელებთ პროცესს და იმედი გვაქვს, რომ იქნებით ჩვენი არხის გამომწერები. ხო, რაც თავარია, გამოიწერეთ, დაამატეთ, არ ვიცი ხოლმე მე ტექნიკასთან არა ვარ შორს, მაგრამ ამ სოციალურ ამბავთან შორს ავარ და გამოიწერეთ, გახდეთ ჩვენი subscriber-ები და ხო, დაგვიკომენტარეთ, გითხარით რა გაინტერესებთ, კითხვები, ხო, მაქსიმალურად შევიდეთ რაღაცა ინტერაქციაში, რომელთაც გვინდა რომ იმაზე ვილაპარაკოთ, მოკლედ რაც თქვენ გაინტერესებთ და არა იმაზე, რაც ჩვენ გვაინტერესებს. მოდი გადავიდეთ პირდაპირ ამბავზე და საქმეზე. დავიწყებთ მე და ირაკლი და მე შემოგვემატება უკვე სტუმრებიც, მათ შორის დღევანდელ პოდკასტში არ გვეყოლება, იმიტომ რომ საკუთარ თავსაც ვცდით და რა ხდება საერთოდ ამაში ვერ ყვევით, მაგრამ მე აუცილებლად გვეყოლება საინტერესო სტუმრები, ადამიანები, რომელთთან ერთადაც ვიმსჯელებთ ხოლმე, როგორც ირაკლი თქვა, ჩარჩოების გარეშე და იმ რაღაცა წესების გარეშე, რომელიც აქ ხოლმე ტრადიციულ მედიას ან შეიძლება ზღუდავდეს სხვა ფორმატში. მოკლედ, დერეფანი იწყება. პირველ თემა შევარჩიეთ ის ამბავი, რომელიც ძალიან აქტუალურია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ეხლა ჩემი აზრით. არა მარტო პოლიტიკური თვალსაზრისით და ალბათ ნაკლებად პოლიტიკური თვალსაზრისით, უფრო საზოგადოებრივ ამბავში, ეგ არის ის, რაც რა ვიცი, ჩემთვისაც გულწრფელად ვიტყვი, შოკის მომგვრელი იყო და არ მეგონა, რომ ეგეთი რაღაცა შეიძლება ყოფილიყო. ამ ამბავმა კიდევ ერთხელ გვანახა, რომ რამხელა მნიშვნელობა აქვს ღირსეულ მუშაობას
ნამდვილ მუშაობას, რომელსაც შედეგი გამოაქვს სწორი, იმიტომ რომ გადავეჩვიეთ საქართველოში რაღაცა ამ ნახევრად პროპაგანდულ, ამ პროპაგანდული პროდუქტის გარდა მედიისგან სხვა რაღაცის დანახვას და BBC-ს აი ამ დოკუმენტურმა ფილმმა ვილაპარაკებთ ხო მოწამვლის ამბავზე, აი ამ სკანდალზე, რომელიც გახეთქა 1 წლიანმა ნამუშევარმა ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებლის, რომელიც ეხება დემონსტრაციებზე ზუსტად 1 წლის წინ ჩვენი მოწამვლის ამბავს. წყალი რო წვავდა საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ, აქ ვინც ავართ ყველამ, მეც და ირაკლიმაც და ვისაც ვერ ხედავთ იმათმაც, მაგრამ რა იყო ეს, რატო იყო ნორმალური იყო, ნორმალური არ იყო კი ვიცოდეთ, მაგრამ რა იყო, როგორ იყო, ბევრი რამე გავარკვიეთ მოკლედ აი ამ BBC-ს ფილმიდან და ამაზე ვილაპარაკებთ. რა ამბავია ეგ, რატო არის ყოვლად წარმოუდგენელი, რატო არის ყოვლად ყველა ზღვარს გადასული და რატო არის აი ამ რაღაცა ხელისუფლებით გარყვნის ალბათ ბოლო ფაზა ქართული ოცნებისთვის, როდესაც ერთია რომ ეს გააკეთე ეს იკადრე და მერეა აი რაც ხდება დღეს ამ ფილმის მერე ამ ამბის გარშემო როგორ ცდილობენ ერთის მხრივ თავის დაძვრენას, რას კადრულობენ მათი ტროლები, ბოტები და ის ხალხი სავარაუდოდ ვინც აი ამ ვიდეოს ქვეშას დააკომენტარებს 1000 სიგიჟეს, როგორ ამართლებენ, როგორ ცდილობენ რაღაცა გამოსავლის პოვნას, მაგრამ ხო, ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ამას გამოსავალი არ აქვს, გარდა სწორი გამოძიებისა და იმის თქმისა, რა მოხდა სინამდვილეში. იმიტომ რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა დაიწყო, აღდგა ეგეთივე დიდი უბედურების გარშემო, რაც იყო 1999 წლის 9 აპრილი და ხო, საშინელი განსაცდელია ის, რომ ვიცით, წაგვიკითხავს და ბევრს უნახავს, როგორი იყო განწყობა 9 აპრილის შემდეგ. და როგორია განწყობა ეხა, რა რეები მოხდა აი ამ 30 წლის მანძილზე, სადაც რამაც აქ მიგვიყვანა, რომ რაღაცა ნაწილი ჩვენი საზოგადოების უბრალოდ რაღაც რეზისტენტული გახდა და აღარ იღებს იმას, რომ რა მნიშვნელობა აქვს, რა შეიძლება დასანახავად ვერ გვიტანდა, ვერც ჩვენ, ვერც დანარჩენ ჩვენ მეგობრებს და თანამებრძოლებს და ხალხს ზოგადად, რომელიც რუსთაველზე იდგა იმ პერიოდში და ეხა დგას. მაგრამ ხო, რომ მოწამლავენ, ეგ არავის არ უსურვებს მაგას. ეგრე ვიცოდი, რომ ეს საზოგადოება ცხოვრობდა. მაგრამ რაღაცები შეცვლილა. მოკლედ ამაზე ვილაპარაკებთ. და ოღონდ ერთი საინტერესო ამბავია ის, რომ გონი არ დარჩა საზოგადოებაში ადამიანი, მათ შორის ქართული ოცნების მხარეს, რომლის ახლობელიც, ოჯახის წევრიც, შვილიც, ნათესავი, ან ასე შემდეგ, ძვირფასი ადამიანი არ იდგა აქციაზე. და ჩვენ ვიცოდით, რომ დეპუტატების შვილებიც იყვნენ აქციაზე. ეგრეთ წოდებული ქოცი ბიზნესმენების შვილები იდგნენ აქციაზე. პროპაგანდისტების შვილები იდგნენ. ისინი ვინც იმედზე პოზიტივზე მუშაობენ, ისინი თავად იდგნენ მათ შორის ჟურნალისტები. ის სამართალდამცველები, რომლებიც ხშირად უწევთ ჩვენზე ძალადობა, ზეწოლა, უკარა, საშინელი ქმედებები და კანონდარღვევები, ისინიც ხო ამის ნაწილი იყვნენ. ის ხარებას ერთ-ერთი ფრაზა სადაც აღწერა გადაატარე ეგ წყალი ბიჭებს და იმათ დაუმიზნე, ეგ ხო მისი მხრიდან მცდელობაა, რომ თვითონ სინამდვილეში ყველა თუ ვინმე მოიწამლა იქ მდგომი ყველა. მოქალაქე, მათ შორის ის პოლიციელებიც, სპეცრაზმელებიც, პროპაგანდისტი ჟურნალისტებიც თუ კარგი ჟურნალისტებიც და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ყველაფრის გამოძიების ერთადერთი იმედი ჩემთვის არის ის, რომ ამ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. არავითარ შემთხვევაში. ხანდაზმულობის ვადა არ აქვს, არც ქართული კანონმდებლობით, არც საერთაშორისო კანონმდებლობით და ის, რომ ამ საკითხის გარშემო სამართლიანობა აუცილებლად აღდგება და იზეიმებს, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ხანდაზმულობა არ აქვს, როცა იქნება ეს და იმედი მაქვს ძალიან მალე, აუცილებლად თითოეული მათგანი იქნება დასჯილი და პასუხისაგებს უმკაცრესად კანონის წინაშე. ის ფრაზები, რომ აი ახალი რაღაც გამოვიყენეთ, არ გამოვიყენეთ, უსაფრთხოა კონკრეტული დოკუმენტაციის გარეშე, კონკრეტული ინფორმაციის გარეშე, რა გამხსნელი, რა ნივთიერება, მომწოდებელი ვინ იყო, როდის შემოიტანეს, ვადა ჰქონდა თუ არა ვარგისიანობის და ამ ამის გარეშე უბრალოდ ნულოვანი ნდობა არსებობს ხელისუფლების მიმართ, რომელიც ძალადობს კიდევაც იტყუება და დღეს გამოვიდა კობახიძე თქვა, რომ არანაირი დარბევა არ ყოფილა და არანაირი ძალადობა არ ყოფილა მოქალაქეებზე. ამ დროს სტრასბურგი გამოდის და პარალელურად აქვეყნებს გადაწყვეტილებას 20 ივნისზე
და მოკლედ მუდმივი ჯაჭვია, სადაც არის ერთი ობიექტური მოცემულობა რეალობას, რაც შეძახით, სინამდვილე და ამ სინამდვილის მიღმა არის პროპაგანდა, რომელსაც შეიძლება ყველაფერი თქვა საერთოდ. ამიტომ უდობლობა მათ მიმართ რეალურია. ჩვენი პასუხი არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მიაქციოს დიდი ყურადღება მსგავსი ტიპის ძიმე დანაშაულებს, საკაცობრიობო სიმძიმის დანაშაულებს, რომ 100,000 მოქალაქის წინააღმდეგ შეგიძლია გამოიყენო მომწამლელი ნივთიერება. რამდენიმე დღის განმავლობაში ზედიზედ და იქ ერთი და იგივე ადამიანებიც არიდგნენ. იყვნენ სხვადასხვა ადამიანები, მათ შორის სხვადასხვა დღეს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 100,000-ზე მეტი ადამიანი იყო დაზარალებული ამ მომწამლელი რაღაცა ნივთიერებების მიერ. ხო ბიჭო, ეგ ძალიან სწორი არის. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იქ ხო ის დღეებია, აი ხა ხო ეგ ამბავია თუ იქ 50 აკაცუკი დგას და რაღაც დახელფასებული 300 კაცი და ამ ფრაზებს ისმიან. ეგ ხო ის დღეებია, რომელსაც მაგას ვერ იტყვი. ეგ ხო ის დღეებია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან მაგრა გაბრაზდა ყველა მხრიდან, ყველანაირი და იქ გამოვიდა და დადგა. და ამის დასაშლელად ყველაფერს კადრულობ, ეგ თემა არის. სწორია, რომ აი სტრასბურგის ამბავი, სწორი აქცენტია, რომ ეგ სიმართლე ყველოვანში გაირკვევა. ეგ ადრე ყველოვანში დადგება, აგერ სულ ეხლახანს გამოქვეყნდა 2019 წლის 20 ივნისის ამბავი. ოღონდ ამბავი არის როდის მალე მოხდება ეს თუ სტრასბურგამდე მივა და ის გამოიძიებს. შეუძლებელია რომ ეგეთ რამე დავალოს. ხო, დაიფაროს, მე-6 წელი იქნება, მე-7 იქნება. სამართალს მაინც მიპოვით ის ხალხი, ვინც იქ ვიდექით და ჩვენ წინააღმდეგ რაღაც გამოიყენეს. რაც არ უნდა ბრიტანეთს ეხა დააბრალო რაღაცა ეშმაკის მიერ მართულობა და რაღაცა ზებუნებრივი ძალები და აი ხო ხდება ბოლშევიკების დროინდელი პროპაგანდის ამოწევა ბრიტანეთის წინააღმდეგ. ეგ დაიწყეს მართლა რაღაცა ლენინის დროინდელი პროპაგანდა რაღაცა ბრიტანეთის მეფე იმათ რო ყავდა გამოსახული ეშმაკად და აი მაგაში გადავარდნენ, იმიტომ რომ თავიდან რაღაც თაღლითები, წვრილმანი თაღლითის სპირალი არის რა, იმდენს იტყვებიან რომ სხვა გზა არ აქვს, ყველაფერი უნდა მოიტყუონ რომ რაღაცები გაათანო. ხო, ყველა deep state არ მომწონს, არ მომწონს ხარ deep state ხარ, რავი ის ხარ, რეპტილიოიდი ხარ, 1000 უბედურებას გაბრალებენ. ეს რომ აი დღეს შევცოდოთ რომ გავწმინდოთ აი ამ რაღაცა პროპაგანდისტური ხმაურიდან, თავარი ის კი არ არის რაღაცა კამიტი კი არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ არც გამხსნელი არ უნდა გამოიყენებინა, საერთოდ არაფერი არ უნდა გაიხსნა წყალში. იქ დაშლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი წყლის ჭავლია, რომელიც დამოუკიდებელი ამბავი არის, რომელიც მიზანი არის, რომ ძალიან მაღალი წნევით წყალმა გაგფანტოს, ხო? დაფანტოს ერთად შეკრებილი მჭიდროდ ადამიანები, რომლებიც არიან ამ დემონსტრაციაზე. იმაში რაღაცის გარევა. ხო, თან დეკემბერია. ეგ ცალკე გაძე. ამაში კიდე რაღაცის გარევა ეს არის უკვე დანაშაული. ამის მიღმა ყველაფრის დამალვა, რაც იქ იქნა გამოყენებული, რაც საკეთებენ, ახლა გიმალავენ. გვეუბნებიან სპეციალისტები, რომ გამხსნელის პრობლემა არის, გამხსნელის კი არის კონცერიგენი, რომ კიბოს აჩენს. გამხსნელის მიღმა კიდე და არ იხსნება თან წყალში. არის შეღწევადობა კანში აქ ძალიან მაღალი, ყველა სპეციალისტმა თქვა. ამაზე არის BBC-ის ფილმში რა არის რა, თან ხო უმრავლესობას ნანახი არ აქვს ის ლაპარაკობენ. არის მტკიცებულებები, არის ადამიანების მონაყოლები, არის რაღაცა სამეცნიერო კვლევები, რომელიც იკლებს რაღაცა იმას ქიმიური იარაღის შემადგენლობას კი არა, გამოიკვლია ადამიანების სიმპტომები, რომლებსაც რამოდენიმე თვის მანძილზე მიყვებიან ექიმები და უბრალოდ გინდება რომ იყვნენ ადამიანები, ვინც იმ დღეს დაზარალდნენ, იმ დღეებში დაზარალდნენ და რომელსაც რაღაცა სხვადასხვა ეფექტები, რავი, სუნთქვის პრობლემა, გულის პრობლემა, რაღაცები თვეები გაყვათ და დღემდე მოყვებათ. ეგ გამოკვლევებია არის წყაროები პირდაპირ ამბობენ ფილმში, რომ არსებობს წყაროები, რომლებიც სისტემის შიგნიდან რაღაცა დოკუმენტაცია მიაწოდა და არსებობენ ადამიანები, რომლებიც რავი, ხა პირველად გაიგეს ვინმე ამ ქვეყანაში, რომ სადღაც 120-ზე მეტი ადამიანია, რაც ვიცით, რომელიც იმ დღეებში პოლიციიდან წავიდა, იმ პერიოდში პოლიციიდან წავიდა და გაიქცა ამ ქვეყნიდან. და არიან ხო ეს ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობენ ცივილიზებულ სამყაროსთან, იმიტომ რომ ეს არაცივილიზებული ქცევა არის. აქ მაღალი თანამდებობის პირები. ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, ახლა რამოდენიმე ხმაურიანი სახელის მიღმა არის ეს. ამიტომ ეხა მთავარი ის კი არ არის, რომ ეს არის მთავარი. ეხა შეეცდებიან, რავი, ხან თუთიყურსზე ილაპარაკონ და თუთიყურსით გააშარჟონ, ხან რაღაცა სხვა სიბინძურე მოაბან. ეხა გუშინ იყო ის რაღაცა ნაციონალურ მოძრაობის წევრებს შორის ფაბრიკაცია ლაპარაკის რო თითქოს იმათ, ანუ 1000 რაღაცას ედებიან რა, რომ აქედან გამოძრონ. ჩემი აზრით, ეხა ყველაზე მნიშვნელოვანია ძალიან წყობრი, დისციპლინირებული პასუხი, რომ არაფერი არ გვაინტერესებს. გვაინტერესებს საერთაშორისო გამოძიება, იმიტომ რომ შეხედე დღესაც თქვა იმან რა ქვია, გაერო სპეციალურ წარმომადგენელმა, რომ არა საერთოდ ნორმალურ ქვეყანაშიც კი, როცა ეგეთი დანაშაული დგება,
ამ უწყეს და ეს არის უწყებრივი დანაშაული, ხო? სახელმწიფომ ჩაიდინა ეგ დანაშაული ერთმა უწყებამ. მეორე უნდა გამოიძიოს. არ სად არ არის ობიექტური ეგ ამბავი. ამიტომ არსებობს ისეთი ინსტრუმენტები, როგორც საპარლამენტო კომისია ან საერთაშორისო გამოძიება. საპარლამენტო კომისია რა იქნება, ხო ვიცი თუ არ იქნება. წარმატებას უსურვებ მათ ვინც ეს მოითხოვს, მაგრამ ხო ვიცით რომ არ იქნება, არ იზამენ მაგას კოცები. მაგრამ საერთაშორისო გამოძიება არის ერთ-ერთი გამოსავალი. გითხარით ხო, რავი, ხო, ცხოველები ხო არა ხართ? გითხარით. მაგ საერთაშორისო გამოძიებასაც ჭირდება ხელისუფლების ნება, რომელმაც უნდა მოიწვიოს თანამშრომლობს და ასე შემდეგ. ამიტომ რეალურად რომ მიუდგეთ და სწორი მოლოდინები რო შევქმნათ, ამათ პირობებში, ქართული ოცნების და ივანიშვილის პირობებში მსგავს საქმეების გამოძიება არის შეუძლებელი. ხო, ჩემი განცდა არის ეს, რომ შეუძლებელია, იმიტომ რომ საკუთარ განაჩენს ის საჯაროდ არ გამოიტანს და ის რა დანაშაულიც მათ მოქალაქეების ჩვენს წინააღმდეგ ჩაიდინეს, ეს არის განაჩენის გამოტანა საკუთარი თავისთვის. ამიტომ მოლოდინი იმის, რომ ისინი ითანამშრომლებენ საერთაშორისო გამოძიებას, საგამოძიებო ჯგუფს მოიწვევენ, რომელიც წარსულში გქონია ეს გამოცდილება ჩვენ სახელმწიფოში, როცა მოგვიწვევია საერთაშორისო საგამოძიებო ორგანოები, მათ უწარმოებიათ ობიექტური გამოძიებები და დასკვნებით დაუდიათ, რომლის მაგალითად სანდოობა მაღალია. ამ პირობებში ეს არ იქნება. ამიტომ ყველა ჩვენი ნაბიჯი სწორება უნდა იყოს ის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნდა შეუძლოთ უკვე სამართლიანი სასამართლოს პროკურატურის და გამოძიების პირობებში სიმართლის დადგენა. მანამდე ყველა ძალისხმევა აქეთკენ უნდა იყოს მიმართული. საგამოძიებო კომისია იქნება თუ სხვა მცდელობა, დარჩება სამწუხაროდ მხოლოდ მცდელობა, ერთადერთი რასაც ვეთანხმები და მგონია გამართლებული არის ის, რომ არსებობდეს საჩივრები. საჩივრები არსებობდეს სისტემაში, რომელსაც რა თქმა უნდა თაროზე შემოდებენ, მაგრამ თაროზე შემოდებული საჩივარიც კი ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია, მაშინ როცა მოდის დრო სიმართლის და სამართლიანობის. ამისთვის, მხოლოდ ამისთვის. დანარჩენი უკვე დროის ამბავი მგონია, იმიტომ რომ არ არსებობს სამყაროს ლოგიკა, სადაც ივანიშვილის მსგავსი მოძალადე ხელისუფლებები და მართველები დიდხანს არსებობენ საჭესთან რაღაცა სახელმწიფოს საჭესთან. ამიტომ ლოგიკა, სამყაროს ლოგიკა დარწმუნებული ვარ, რომ არის ქართული ხალხის მხარეს და ამ სამართლიანობის ამბავი დამოკიდებულია მხოლოდ დროს. ხო, ერთ-ერთი ბოლო ამბავი, რაზეც ეს პროპაგანდა აქცენტირებს, რომ რავი, აი რა უნამუსოები ხარ 9 აპრილს როგორ ატარებთ იქ ხალხი დაიხოცა ასე შემდეგ და ხო, რავი, ახლა როდიონოვის იმაზე რა ქვია, რუსეთის დესანტურ ჯარზე უკეთესად რომ მოიქცნენ და ვიღაცები არ მოკვდნენ, მაგრამ შეიძლება ძალიან ოდნავ უკეთეს, ანუ ადამიანებს რა შეასხეს კიბოს გამომწვევი რაღაცა ნივთიერება. ანუ კიბოს გამომწვევი ნივთიერება ხო ყისიერად არ იმოქმედებს, მაგრამ ხო ამაზე წირავ. ანუ ადამიანები ხო გაწირე, იმისი ხელით ხო მკვდარი არის. ეხლა ეგ უტიფრობა რაც შენახსენე, რომ იქო ძალადობა არ ყოფილა, ანუ აი ეგ რაღაცა სრული ნიველირება რეალობის. ადამიანების ვიდეოები არ არსებობდეს მაინც, ხო? ეგ ხო ფაბრიკაცია არ არის. ის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც თავში 5 კაცმა წიხლები ურთხა, ხო? ის ხო გაწირა იმათმა ხო გაწირეს, ხო? იმათ ხელით მკვდარი იყო ის ბიჭი. როგორც ყველა ხო ახლა რაღაცა იმას შემთხვევითობის დამსახურებაა მათ. სრულიად დიდი შემთხვევითობის დამსახურებაა რომ ეგ არ მოხდა. ის რომ იმ სამაშუტო ტაქსებში თუ რა ქვია იმ მაშუტკებში რა ადამიანებს რო აწამებდნენ რა ხო ვიცით ეგ ხო ვიცით ყველა 350-ზე მეტმა ადამიანმა თქვა რომ სადღაც შემათრიეს და რამოდენიმე ბევრი ხალხი მირტყავდა და იქ ყავდათ ვიღაცა გამოცდილი კაცი რომელიც ეუბნებოდა რომ ის გაჩერებულიყვნენ. ანუ ის ომონის მეთოდი. ეგ ხო ვიცით თან რომ ომონის მეთოდია. ეგ ისტორიები, მსგავსი ისტორიები ხო მოგვისმენია, რავი, ბელორუსიული ამბიდან, რუსული ამბიდან, ყველა ამბიდან. ეს ხო ამიდგავს ერთმანეთს. იმას კი არ მომფრო ყველაფერი ერთნაირია და ის რა ქვია ბელორუსი იქნება. არა, შესაძლოა ბელორუსი აქედან არ გამოვა, ძალიან ბევრად უარესი რაღაცა იქნება, ჩეჩნეთი იქნება, მაგრამ ეგ მეთოდები, იმიტომ კი არ არის რომ თქვათ რაღაცა კონსპირაციის თეორიები ჯერა და ყველაფერი იმიდან იმართება, რა ქვია, ერთი წერტილი. მაგითო კი არა, უბრალოდ ყველა აი ამ რაღაცა ფსიქოპატს, რომელიც მიდის მაგაზე რომ საკუთარი მოსახლეობა მაგ ფორმით დაიმორჩილოს, ყველას რაღაც ანალოგიური ისენი აქვს, რა ქვია, დამოკიდებულება ამაზე. და ყველაზე ერთი მთავარი თვისება, რომ ბოდიშ და ფეხებზე კიდე ადამიანების სიცოცხლე და ბედი. არ აინტერესებს ის რაღაცა
ცხოველად აღიქვავს მის მოწინააღმდეგეს. რა ეგრე იყო რა რუანდის გენოციდიდან დაწყებული რა ყველაფრით დამთავრებული, როდესაც ხდება რაღაცა აი რაღაც შენი გაცხოველები. მაგას შვებიან რა, ანუ ერთი ხო არის რას გვიკეთებენ. მეორე არის რომ პროპაგანდაში ჩემს არანაკლებ უბედურებას შვებიან ზიზღის დათესვით რა, ყველა ზიზღი იმ ხალხის ვინც იქ იდგა. იმ ტიპებს ხო ეტყობოდა ვინც მაგწყალს გვიშვებდა, ვინც გვირტყავდა, ვინც დაგუზდევდა. მაგებს ხო ეტყობოდათ რომ ვეზიზღებოთ. ანუ ვიღაცამ დაუჯდა შთააგორნა რომ ესენი არიან რავი რაღაც მონსტრები ჩვენზე, დააჯერა ეგ, ესენი არიან მონსტრები და რავი ამაზე ყველაფერი მოსულა. აი, სახელმწიფო რომ მაგას იზამს. ეგ ხო ყველაფრის მთქმელი არის. კაი მაგან არაფერი არ უთხრა რაღაცა რიგით კოდს. ხო, ჩვეულებრივ რიგით რაღაცა სტატისტიკურ კოდს, რომელიც და არც დიდად იდეოლოგიით არ არის შეყვება. პროსტა ეს ყველაფერი არის მისთვის რაღაცა სიმარტივე, რასაც პროპაგანდა ეუბნება და მიხვება. აი მან არაფერი არ გითხრა რომ ის ხალხი ისეთ სასტიკები იყვნენ რომ ვიღაცას დაითრევდნენ, ერთ წაიყვანდნენ და უმოწყალოდ ცემდნენ. დაცემი პოლიტიკოსები ნახე ახალგაზრდები ნახე ნაცემ დედებს შვილები ხელიდან როგორ გლიჯავენ და დაცინიან დედამის რომ ჩემი შვილია გაუშველი რეობნება დაცინიან. აი ეს რაღაცა სისასტიკენა, უბრალოდ სისასტიკე, მეტი არაფერი. თან რავი ის ხო 9 აპრილის დროს რა ორი კამერა იღებდა იმას. ერთი კამერა ცუდი კაცის ხელში იყო თან ძალიან. გოგა ხაინდრავა იყო ეგ კაცი. ამას ეს ხო დოკუმენტირებული ამბავია წუთებში, წამებში. ჟურნალისტ ლამის თავი მოტეხა ვიღაცა კადრი არწევს, თავს როგორ ტეხავს ლამის. იქაც ხო გაწიგრე. ამაზე იძახო რომ ძალადობა არ იყო და ამაზე რაღაცა სირაკლემის პოზაში ჩადგე და არა ეს კაი ქვეყანა ეგ. არ არის კაი ქვეყანა. ხო ეტყობა რომ არ არის კაი ქვეყანა. არ არის კაი ქვეყანა. აშხაბადში არის მესამე ჩასული წელს. აშხაბადში რატო ჩავა კაი ქვეყნის წარმოადგენა? სხვაგან ვარ შეესულება მაგას. ხო, სხვაგან არ ჩადის, აშხაბადში ჩავიდა. ჩვენმა მეგობრებმა დღეს ვიკითხე რომ სად იყო თქო და შემოიტანეს და ეხა მუშაობთ რომ აქო დანიაც წერიაო ერთიო და ეგ ხო არ ახსნიო რატო. ნუ რავი რაღაცაზე დანიაში დაბაჭიჟეს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? სამჯერო აშხაბადში იყავი, ორჯერო ყაზახეთში იყავი. რა ერთმანეთზე ძიმე იმას ისინი ჩვენი მეგობრები არიან, რავი ერთ სივრცეში ვიყავით ოდესღაც, არავითარი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მე ხო არ მინდა ჩემი ქვეყანა იყოს მაგ სივრცის ნაწილი. რაღაც მონღოლეთის თანამედროვე მონღოლეთის ნაწილი, რატომ უნდა მინდოდეს? როცა ვიტყვი სხვა გამოსავალი ეკონომიკა, უკეთესი განათლება, ჯანდაცვა და ასე შემდეგ. ხო, ეგ ამბები მოსულა მანდ კოლექტიურ მონღოლეთში, რომ აი ეს ჩაივლის ჩვეულებრივად და ეხლა რა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ამან ჩვეულებრივად არ ჩაიაროს და მე და შენ არ მგონია მარტო მე და შენ კი არ უნდა გავაკეთოთ. უბრალოდ ადამიანებმა ყველა ვინ შეიძლება აი ახლა მე და შენ ლაპარაკსაც უსმენდეს და აქ იყოს, უბრალოდ გადაიაზროს რომ აი ეს მოხდა. აი მაგ რეალობას არ გაიქცეს. რომ ეს მოხდა და დარწმუნებული ვარ რომ რავი ძალიან ცუდი ბოროტი ადამიანი თუ არა ხარ, იმ მომენტიდან როცა გაიაზრებ რომ ეს მოხდა და ეს რაღაცეები არ არის deep state-ის მართული და რაღაცა იმის რა ქვია ჯოჯოხეთის დერეფანზე რომ ჯოჯოხეთის დერეფნიდან არ არის შემოგდებული, რასაც აჯერებენ, რომ ეს ყველაფერი შემოგდებული თემა არის. ყველა ნორმალური ადამიანი გაიაზრებს რომ რავი ეს არ არის ნორმალური ამბავი. ამაში ცხოვრება არ შეიძლება, ესეთ ტიპებთან თანაცხოვრება არ შეიძლება რომ ეს ტიპი იყოს შენი ხელისუფლებაში რა. მაგის თქმა მინდა. და მაგ ნოტაზე გონი ერთი გადაცემა ცალკე უნდა ჩავწეროთ და სტუმრებიც მოვიყვანოთ. აი 2 წლის წინ, 3 წლის წინ, 4 წლის წინ, სხვა დროს როცა გვითქვამს, რომ აი ხვალიდან 24-ის არჩევნების შემდეგ და ასე რომ გავიღვიძეთ ჩელიაბინსკში, რუსეთში. თავისუფლად ეს უტრირება იყო. კი, უტრირება იყო, მაგრამ იყო მოლოდინი იმის, რომ ყოველ ჯერზე გაუარესდებოდა ვითარება. და მართლა შეკითხვაა რომ აი გავიღვიძეთ ჩელიაბინსკში და შეფასების საკითხია ოღონდ იმ 2 წლის წინანდელ პერიოდს რომ გადავხედოთ და დღევანდელი წარმოვიდგინოთ, სადაც ვეღარც ქუჩაში დგახარ და აპროტესტებ, აღარც ტროტუარზე აღარ შეგიძლიათ გომა, სასამართლო არ არსებობს, საჯარო უწყებებიდან ხალხს ათავისუფლებენ, განათლების სისტემას სტუდენტების ეშინიათ, ვერაფერი ვერ მოიფიქრეს და თელავში, ზუგდიდში, კუტაისში და ბათუმში გადაანაწილეს ფაკულტეტები და სტუდენტები. ანუ რაც არ უნდა კომიკური იყოს, მთელი ეს ჩამონათვალი ერთად რო გაკეთდეს და დაფიქრდე რომ ხო, მგონი სადღაც ჩელიაბინსკში თუ არა ახლო სადღაც გაიღვიძე. სადაც აი მაგალითად გუშინ წინ მიწევს ხოლმე საქმის გადმოსახედიდან გამომდინარე ვრთავ პროპაგანდისტულ მედია საშუალებებზე, იმედი, პოსტივი ასე შემდეგ, იმის რომ გაიგო რა ნარატივებით მოძრაობს ქართული ოცნება და გუშინ წინ ტელეკომპანია იმედს ერთ გამოშვებაში, მხოლოდ 40 წუთიან გამოშვებაში
ქრონიკა, მთავარი გამოშვება, ქონდა ორი სიუჟეტი. ერთი სიუჟეტი იყო იმაზე, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი როგორ უჩივის თურმე 1000 მოქალაქეს ბრიტანელ სოციალურ ქსელში რაღაც პოსტის გამო და როგორ უვარდება თურმე სახლში პოლიცია Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო. ეს იყო ერთი სიუჟეტი და მეორე სიუჟეტი იყო არგენტინაში როგორ შეიზღუდა ინტერნეტი არასრულწლოვნების ინტერესების გათვალისწინებით. ხო, და საუბარი არის იმაზე, რომ ამ ვითარებაში არავის არ უნდა ეგონოს, რომ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გამოშვებაში, სადაც ეგრეთ წოდებული ვიორსტკა რასაც ეძახიან, ხო, თამარ, სწორად მახსოვს. ვიორსტკას როგორც ეძახიან, საინფორმაციო ხაზი და თემები არის შემუშავებული კონკრეტული პროპაგანდისტული გეგმით დეტალურად. და მოლოდინი იმის, რომ ეს შემთხვევით სიუჟეტები არ არის, სწორედ ამის ნაწილია. ის რომ დღეს პუტინთან ერთად გამოჩნდა კობახიძე, არც ეს არ არის შემთხვევითი ნაწილი, ვითომ ერთხელ ოკუპაცია ახსენაო და თავს იმართლებენ. ამ ვითარებაში წარმოუდგენელია, რომ რაღაც გამიზნული კონკრეტული მოქმედებები არ ქონდეთ. ამის მიხედვით აკეთებენ და ხო, ხვალდაზე შეიძლება ინტერნეტის შეზღუდვა ძალიან რეალისტური საფრთხე აღმოჩნდეს საქართველოში, იმიტომ რომ ხო, თუ მედიას, დამოუკიდებელ მედიას აღრჩობს ივანიშვილი და ცდილობს რომ გააქროს საერთოდ ფანჯარა თავისუფლების, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგობის პროტესტის, ამ ვითარებაში რჩება სოციალური ქსელი, ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი, სადაც სხვა შორის ასაკობრივი ზღვარიც გაიზარდა და ჩვენი ბებია-ბაბუებიც აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელს, TikTok-ს, Facebook-ს, Instagram-საც კი და შემდეგ. ჩვენი როლიც ამ მიმართულებით უნდა გავზარდოთ და აქ სადაც ვიქნებით ძლიერები, უნდა ველოდოთ ასევე დარტყმებს. ხო, რუსეთში ბჭყალებში გაღვიძების რისკი ფიზიკურად არა, მაგრამ შინაარსობრივად და მოცემულობით, შეზღუდვებით, თავისუფლების ხარისხით სადღაც ახლოს ვართ რა უკვე. კი, უნდა გავაკეთოთ მაგაზე აბსოლუტურად გეთანხმები, რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია მაგაზე ლაპარაკი, ოღონდ და ისე რა ღიად და პირდაპირ თითქოს რაღაცა პროპაგანდაში ის კი არ არის, რასაც ანუ შეიძლება ყველა მედია საშუალებას ქონდეს რაღაცა პოლიტიკური კუთვნილება, მოსულა. რამის კი არ ვამართლებ, რომ კარგია როცა არ აქვს, მაგალითად ეგეთი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც არ უნდა ქონდეს, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაინც საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ სხვაებს მოსულა, რომ ქონდეს რაღაცა პოლიტიკური პრეფერენცია მთელ ცივილიზებულ სამყაროში, ეგ ამბავი ეგრე ხდება. ოღონდ აქ ხო ზღვარი სადა რომ შეიძლება ქონდეს პოლიტიკური პრეფერენცია, ოღონდ ადამიანებს ელაპარაკებს მედიის მთავარი ფუნქცია რა არის, რომ ის რაც ადამიანებს აინტერესებთ, მათ ყოველდღიურობას ეხება, მათ ცხოვრებაზე გავლენა აქვს, მათი ინტერესები, რომ ამაზე ელაპარაკო. ხო, რა ვინმე დამაჯერებს, რომ ბრიტანეთში რომ პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეს უჩივლა Facebook-ის გამო, ვინმე აინტერესებს ამ ქვეყანაში სერიოზულად, რა ეგეთი ამბავი თუ გაინტერესებს, რა Guardian-ს წაიკითხავ. არა, ანუ ამას რო უშვებ ტრადიციული მედიიდან მართალია გაქვს კონკრეტული მიზანი, რომ რაღაცეები, რომლის გაკეთებას ზაპირებ, დაბევებული კონდეს და ამართლებდე ამას. ანუ ხო, არავის ესე არ აინტერესებს, რომ რა დოზითაც აი ზუსტად ეგ ამბავი ხდება, რა დოზითაც მაგარხებზე საერთაშორისო ნიუსი. ოღონდ ეგ ხო საერთაშორისო ნიუსი არ არის. ეგ არის რაღაც საერთაშორისო ამბავი მორგებული იმაზე, რომ შენ აქ რაღაცა სიგიჟე გაამართლო, რავი, რაღაც რატომ უნდა რა შეიძლება მაინტერესებდეს ილონ მასკმა რა თქვა იმაზე, რა ქვია ბრიუსელის ბიუროკრატიაზე. ხო, მაგრამ ამას ხო იმიტომ გეუბნება, რომ გითხრას, რომ ის ცუდია, საბოლოოდ მაკეთკენ წაიყვანოს, რომ ის ცუდია, ეს კარგია, ჩინეთში რაღაც დიდი გზა ააშენეს. ანუ პროპაგანდა ეგ არის, ხალხო. ეგ არის პროპაგანდა, ის კი არა, რომ ვიღაც პოლიტიკური კუთვნილება გქონდეს. ეგ არის პროპაგანდა და თუ არ ეთანხმები ამ იმაში არ ჯდები ნარატივში. ან ხარ აგენტი, აი მაგასაც და ან ხარ აგენტი, მოსყიდული, ანუ შეუძლებელი შენ დამოკიდებელი იყო, ან ხარ ვერა ხარ შენ მატორზე, ფსიქიურად ვერ არის, აი ამას შეგიდებს, ან ტერორისტი ხარ. ახალი ამბავი არის კიდე რომ ტერორისტია რა, ყველა ტერორისტია, ვინც რაღაცა იმას იზამს. ანუ ნიშნობა არ აქვს, სადღაც ფეხი დაგიცავს, რომ ტერორისტი ხარ. მაგას ეუბნებოდნენ რა ზვიად ცეცხლაძეს, მაგას ეუბნებდნენ ალეკო ელისაშვილს ახლა რა, პირდაპირ ვიტყვი, კი არ მერიდება არაფერი არ მომეწონა იმაში ვთქვათ რაც მოხდა. მაგრამ ეგ ხო ტერორიზმი არა. როგორ შეიძლება რომ მაგას იცი რომ არც სასამართლოს არ უმსჯელია, არაფერი არ არსებობს. მაგის სათქმელი რომ დადგე და ტერორისტი ეძახო. ტერორისტი თავადაც იციან და ხო ზუსტად იცის. იმან რა ის რაღაც ძალიან ეკრანში რო ვერ ეტევა და აღარ მინდა უკვე მაგაზეც ხუმრობა გამიცვდა იმ პაპუაშვილზე. ანუ ხო იცი შეუჯახაშენებო. ოღონდ ყოველთვის კაი მოსასმენია. კი. ხო იცი, რომ იურისტი ხარ და იცი ზუსტად, რომ არ შეიძლება რასაც შენაკეთებ. არ შეიძლება, რომ ერთი სახელმწიფო შტოს ხელმძღვანელად რო თვლი თავს
და ხარ და გეძახიან რომ ხარ ვიღაცეები. აი ამ დროს სხვა ხელისუფლება სხვა ძალაუფლების სასამართლო იძიებს ამბავს. საქმე პროცესშია, პროცესი მიდის. არც დაწყებულა არსებითი განხილვა იქ. არაფერი არ არის გარკვეული და შენ უკვე გამოდიხარ და ტერორისტიაო იმაზე იძახი. ტერორისტს ეძახი. და მე უცებ ბრალი გადაკვალიფიცირდება ტერორიზმზე. და ის კი ტერორისტია. ხო, რავი, აი ეგ სად შეიძლება რომ ნორმალური იყოს. და მე ამაზე კიდე რაღაცეებს აგორებ და აბა მიდი ეხა გითხარით და მე იქ პატარა მოლაპარაკებით თავები, რომელსაც ნაკლები პასუხისმგებლობა აქვს, ისინი გადმოდიან, კი ტერორისტია. ეძახე ზვიად ცეცხლადეს ტერორისტიაო და რავი, მე იმის ხნა რა ქვია. წვიმანი ხულიგანიაო. ანუ ყველაფრის გარყონა რა, ეგ გარყონა პერვერსია არის, ყველაფრის გარყონა, მთელი სისტემის გარყონა, რომ მარტო ერთ მიზანს ემსახურება, რომ შენ როგორღაც თავი დაიძორინო და კიდე ცოტა ხანი გაატარო ძალაუფლებაში. ეგ ხო დიდი ხანი არ გაძლევს რაღაცების საშუალებას. ცოტა ხანი გაატარო ძალაუფლებაში. მაგრამ დიდი ხანი პერსპექტივაში მაგათ გონიათ რომ ეხლა ძალიან დიდი ხნით არიან რა. ეგ ამბავი აქვთ, გონიათ რომ ძალიან დიდი ხნით არიან. მიუხედავად იმისა, რომ იციან რომ ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია მათთვის, ვეღარ უძლებენ უკვე ამ ამბავს. აღარ შეუძლიათ რაღაცეები, მაგრამ აი ყოველდღიურად ხდებიან უფრო და უფრო საშიში. ყოველდღიურად ხდებიან რაღაცა ლიმონკიანი მაიმუნები. ყუმბარიანი ხო, ბოდიში ლიმონკიანი. ყუმბარიანი, რომელსაც აი ხელში გაუვარდება ცოტა ხანში ექნება. ყველაზე დიდი უბედურება რაც შენახსენე, მაგას რომ მოყვება ის, რომ როცა აღარ იციან უკვე, როცა აღარ არსებობს, არც პროპაგანდა აღარ მუშაობს, არც რაღაცა ის ყოველდღიური პოლიტიკური გადაძახილი აღარ მუშაობს, უკვე ფუნდამენტურ რაღაცეებს ეხებიან, რომ მოდი რა განათლებულები არიან ეს ხალხი, ვინც დადგა, იქ ახალგაზრდები კარგები არიან, ესე იგი ხო იმათ სხვანაირი ქვეყანა უნდა, ბიზნეს არ უნდა სხვანაირი ქვეყანა. ამიტომ აღარ იქნებიან კარგი ახალგაზრდები და ყველაფერს შეუზღუდავთ. და წადით ქვეყნიდან. ხო, ვინც გინდათ ის გამოყავთ ის რაღაცა უბნის ლოთი რო ყავთ და ფილოსოფოს რო ეძახიან, 24 საათი პახმელიაზე რო არის ტელევიზორში ვლაპარაკობს, ტიპი სუპახმელიაზეა. ეს ის ზაზა შათერიშვილი და ეს ტიპი გამოაგორებენ და წადით რო ბიჭო, მე რატო უნდა წავიდე? წადით სადაც გინდა. იმის იქით წასულ ხარ. ვინ ახარ? რატო უნდა გამოვ? შენ რატო უნდა დაგიჭერო? ვინ სადაც გინდა იქ წადი. არსად წასვლა არ მინდა. შვილს ვზდი აქ. ზაზა შათერიშვილი რაზდის არ ვიცი. რაზდის და როგორ ზდის, მაგრამ მე რა შვილს ვზდი ამ ქვეყანაში და იმ ბავშვებს არ უნდათ აქედან წასვლა. ჯენზი რო ქვიათ, ან უფრო ადრევე და მაგას ეუბნებიან, რომ რავი, ერთი კლასით ნაკლები გექნება. ის 12 კლასი კი არ წკინავდა ეხა რაც არის. ხო, კარგად ვიცით, რაც იყო და კაი მაგრამ მინიმუმ იმის დაზღვევა იყო, რომ ბოლონიის პროცესში იყო ეს ქვეყანა და მე ის ახალგაზრდა, რომელიც სამწუხაროდ არც ქართულ უსწავლებლობაში, არც მანდ სკოლაში ელემენტარულ ეგრეთ წოდებულ soft skill-ებს ვერ იღებდა, რავი, Word-ის და Excel-ს მე რო სტუდენტები პირველ კურსელ სტუდენტებს თან მქონდა ხოლმე ლექციები, რომ Word-ის და Excel-ს ხმარება არ იცოდნენ. ეგ ცალკე ტრაგედია იყო. მინიმუმ იმას პერსპექტივა ქონდა, რომ რაღაცა პირველი 6 თვე Erasmus Plus-ით სადღაც წავიდოდა და ნორმალურ ცხოვრებას ნახავდა და რაღაცა შემოუბრუნდებოდა, მაგრამ ძალიან დიდი ეფექტი დადო. ხო, ფაქტია, რომ ძალიან დიდი ეფექტი დადო 20 წლის მანძილზე. ეხა ეგეც არა, ჩავკეტაო და რა ჩtildeო კავკასიის უნივერსიტეტებში გავუშვებთ ამ ხალხს. არ არის კაი ადგილი ისა. დაღესტანი. ალეკოს ამბავი, მიუბრუნდები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და რთული საკითხია და აქ არის პირველი ქრონოლოგია რა, სამნაწილიანი ქრონოლოგია, სადაც ხედავთ პირველ რიგში პროკურატურის განცხადება, სადაც ბრალი წაუყენეს ალეკოლის საშუალებას და თქვეს, რომ სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ. მეორე პირველადი ბრალი ოფიციალური საჯარო განცხადებით პროკურატურის მიერ სხვისი ნივთის დაზიანება 2-დან 5 წლამდე. შემდეგ პაპუაშვილის Facebook პოსტი რაღაც 3 საათში გამოაქვეყნა და თქვა რომ ეს არის ტერორიზმი. და 24 საათში გადააკვალიფიცირეს ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებიდან ტერორიზმზე და პროკურატურამ ეს დავალება შეასრულა. ამ დროს ესე იგი პაპუაშვილმა ეგრეთ წოდებული პარლამენტის ეგრეთ წოდებულმა თავმჯდომარემ, ხო, ეს სხვა შორის ეს რა ასე რომ მიმართავთ. მათ ერთადერთი საფუძველი აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში და მათ კონსტიტუციურ სარჩელში, რის საფუძველად ჩვენს აკრძალვას ითხოვენ. და ისევ და ისევ ესე კიდევ უფრო მძაფრად გამოვხატავთ ამას, ხო, არალეგიტიმურად ვაღიარებთ და მათ ლეგიტიმაცია უბრალოდ არ არსებობს, ხო, და არის არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური თავმჯდომარე. ამ ქრონოლოგიის პირობებში ხო პაპუაშვილმა მესამე ეტაპის შემდეგ, როცა ბრალი შეიცვალა, დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმპცია მრავალგზის
რეალურად კანონი დაარღვია მრავალგზის და პარალელურად ჩვენ გვთხოვდა ამ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას. და მეორე მხარეს კიდევ არსებობდა ხო გვაწევდა რომ აბა ეხა დორშაბათამდე დრო გაგვგზ დაგმეთ გადმოგმეთ ასე შემდეგ. ჩვენ არავის არ დავგმობთ, ვერ დავგმობთ, ვგმობთ ქმედებას. ქმედება რომელიც თავის შინაარსით რა თქმა უნდა არ იყო ჩვენთვის საოცნებო და მისაღები ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ გაცხადებული ხაზი რომელთაც მსგავს ხელისუფლება შეიძლება წარმატებით ებრძოლო არის ის, რომ შენ უნდა გქონდეს ყველანაირი უპირატესობა და ამ უპირატესობის დაკარგვასთან შეიძლება იყოს კავშირში მსგავსი გაბრაზებული, სასოწარკვეთილი თუ თავგანწირული ქმედება, რომელიც შინაარსობრივად რა თქმა უნდა სამართალდარღვევა შეიძლება იყოს, მაგრამ თავის მხრივ მე ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე პირის მოტივაციაზე, როცა პირი რაღაც ქმედებას აკეთებს. ეს ჩემი აზრით არის სასოწარკვეთა და სასოწარკვეთა რომლის მთავარი მიზეზიც არის ის, რომ როგორი მართალიც არ უნდა იყო ივანიშვილის სისტემის პირობებში შენი სიმართლის დამტკიცება არის წარმოუდგენლად რთული. და ამ დროს ხო სასოწარკვეთამ შეიძლება შეგიპყროს. ამიტომ ხო გამომწვევი მიზეზი ამ ყველა ბოროტების არის ივანიშვილი. ჩემი არა ის მიზეზით რომ რაღაცა მეგობარია, თანამებრძოლია და ვცდილობ რომ საკუთარ თავს ახსნა მოუძებნო გონებაში. არა, სინამდვილეში ყველაფრის მიზეზი ეს არის. ივანიშვილი, უსამართლობა, უკანონობა, სადაც აი ხვალ ვინმემ რომ დაგვჩაგროს ჩვენ არ არსებობს სისტემა ამ ქვეყანაში, არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, არც პერსონალური დაცვის ინსპექტორი, არც პროკურატურა, არც საგამოძიებო, არც სასამართლო სისტემა, სადაც მექნება განცდა რომ მივალ და ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ და სტრასბურგამდე სიარული დიდი გზა, სადაც ჩვენ წასულები ვართ, რამდენიმე საქმე გვაქვს სტრასბურგში შეტანილი, სხვა შორის, მაგრამ ამის პარალელურად ხო სიმართლის დამტკიცების შესაძლებლობები ძალიან მცირეა ამ ვითარებაში. რა თქმა უნდა, ივანიშვილი ერთი რამ უნდა ესმოდეს კიდევ ჩემი აზრით, რაც მithქვამს კიდეც. უნდა ესმოდეს ივანიშვილს ის, რომ მისთვის საფრთხეს წარმოადგენს არასტაბილური გარემო, სადაც ადამიანებს დასაკარგი არაფერი აღარ აქვთ. და თუ ის ვითარება, სადაც აი ეს საცეცები ბოლომდე უჭერს საზოგადოება, შეიძლება ეს საცეცები უბრალოდ მოატეხოს გაბრაზებულმა მოქალაქემ, უბრალოდ მოატეხოს ეს საცეცები. კონტროლო, რომელიც ბევრად უფრო ბრაზიანი იქნება და დიდ წინააღმდეგობას და ბრას მიმართავს ივანიშვილი და იმ დამნაშავე პირების მიმართ, რომლებიც უბრალოდ დევნიან, აღრჩობენ ბიზნეს, პოლიტიკას, მედიას და ასე შემდეგ. ეს არის ალბათ ის ახსნა, რომელიც რეალურად ჩემთვის უკავშირდება ელისაშვილის საქმეს. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს თითოეულ ჩვენგანს ის, რომ ალეკო ელისაშვილი არის პირი, რომელიც ზებნილია რუსეთში. ეს იბრძოდა უკრაინაში ფრონტის ხაზზე, ნამდვილად ფრონტის ხაზზე, ნამდვილ ბრძოლაში, ტყვიების ზუზუნში, ყველაზე რთულ პერიოდში, დასაწყისში, ომის საწყის პერიოდში და გახსოვთ რა ედავება პუტინის რუსეთი ალეკო ელისაშვილს? ტერორიზმს. ივანიშვილის ქართული ოცნება ედავება ტერორიზმს. და რა თქმა უნდა, არავის არ დაგვავიწყდება ეს დიდებული დღე, როცა ალეკო ელისაშვილმა საჯაროდ ცემა სუსის ახლანდელი უფროსი. რა თქმა უნდა, ესეც კიდევ დამატებით ეჭვებს აჩენს, რომ რამდენად დაცული იქნება ელისაშვილის უფლებები, რა ინტერესები არსებობს მის მიმართ და ასე შემდეგ. და რაც ვიცი, ნამდვილად ის, რომ ალეკო გაბედული კაცია, ვაჟკაცი კაცია, ის რაც მოხდა ქმედების დონეზე, ისიც თუ დამტკიცდება, ხო? თუ დამტკიცდება, ქმედება თავისი შემადგენლობით ჩვენთვის არ არის მისაღები, მაგრამ ეს ფაქტორები რაც ჩამოვთვალე, ყოველთვის უნდა გაზდევდეს ლაიტმოტივად ყველაფერს, რაც ალეკო ელისაშვილის საქმეს უკავშირდება. პირველი ხო არ არის ალეკო რა, და არც პირველია და არც ბოლო სამწუხაროდ, როცა ეგეთი გარემო არის, ამ გარემოში რაღაცები შეიძლება მოხდეს. აი, არ ვიცი, მგონი სწორად ვამბობ, თამარ ლორდ კიფანიძე იყო ეს გიგო რაღაცა აქციაზე რო დაიჭერს, მანქანაზე რო ავიდა. და ეგისა და ეგრევე მთელი პროპაგანდა წავიდა, რომ ნუ ის არის, ვერ არის მანქანაზე ახლავს. მანქანაზე რო ახტა ხო, ვერ არის თავის მანტურზე, გიჟია რაღაცა.
და ნახეთ ვიდეო. აი უცებ ხო მიზეზი მარტივი დასანახი. ნახეთ ვიდეო, რა 1 წლის წინანდელი, სადაც მისი შვილი რომელსაც სახლთან დაიჭირეს ეს ბიჭი, როცა ეს დედამისი იღებს, ეს გოგო იღებს ამ ვიდეოს, როგორ უმოწყალ ხედავს თავის შვილს, როგორ უმოწყალოდ უსწორდებიან, ამასაც აგინებენ, იმასაც რაღაც აი უბედურებას უშვებენ, ეს რაღაც ის არის, გედედეს ხალხი. რავი ხო, ნუ აი ეგ არის. და მაგას ეს დღე იყო, როცა მზიამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს და პროტესტის ნიშნად ერთი ფრაზა თუ სწორად მახსოვს იყო, რომ ეს მზიასთვის. ხო, წინააღმდეგობის უწყინარი ფორმა იყო მისი მხრიდან, ხო რა, შეიძლება ტვერიანი თავგანწიროა, ანუ ეს არის რა, ანუ ეგ სასწორკვეთ არა, სასწორკვეთ კლასიკაა მაგისი. და ამას თავისი მიზეზი აქვს რა, ერთი როგორც ზოგადი პოლიტიკური, რაღაც სოციალური და ისე ძალიან პირადი, ძალიან კონკრეტული და ეს გოგო არის ერთი მაგალითი, ეგეთი რამდენი ადამიანისთვის არავინ არ არის, ყველა ვართ ადამიანები, პოლიტიკოსი იქნება სხვა. ეს ძალადობა, რომელიც ჩვენს მიმართ მოდის, ხო, რაღაცა ხელისუფლებას ფლობს ლეგიტიმური ძალადობის უფლებას. მაგრამ ეს ხო აღარ არის უკვე ლეგიტიმური. ეს ძალადობა ხო ჩაგვრელია, უბრალოდ ჩაგრავს, ცუდად გექცევა, როგორც ადამიანს ისე არ გეპყრობა. და ამას აკეთებს უკვე სახელმწიფო, ვიღაცა ბოროტმოქმედი კი არა, სახელმწიფო აკეთებს და ხო, აქ სასწორკვეთ არ დგება. ეგ ხო ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ არაფერი აღარ არსებობს, რაც გიცავს. არაფერი, გარდა საკუთარი თავისა. და ამ საკუთარ თავსაც ხო რა ვიცი არა ვართ, ეს არ არის რაღაცა საკუთარ ხელისუფლებისგან ერთის მხრივ ძალიან დიდი შოკია და ჩვენ ეს შოკი პერიოდულად გამოვიარეთ, სხვა შორის 2019 წლის 20 ივნის დაიწყო რეალურად ეგ და იმის მერე მოყვება და ყველა ზღვარს გადავიდა. და უკანო დაუბრუნდეთ ჩვენ მოკლედ რითიც დავიწყეთ. ერთ-ერთი ბოლო ზღვარია, დაწამლა არის ალბათ სიმბოლურად, პოლიტიკური სიმბოლის თვალსაზრისით ყველაზე ბოლო ზღვარი. იმიტომ რომ რა 9 აპრილთან ასოცირდება პირდაპირ მოწამვლა რუსთაველზე ახალგაზრდა ადამიანების ასოცირდება ამ ქვეყნის მე-20 საუკუნის და ზოგადად ამ ქვეყნის ისტორიაში იმ ისტორიის რის მეხსიერებაც გვაქვს ყველაზე საშინელი ტრაგედია. ყველაზე დიდი ჩაგვრის იქ ხო მარტო ის არ იყო რომ რა თქმა უნდა ადამიანები დაიხოცენ, რა თქმა უნდა ის იყო უდიდესი ჩაგვრის დემონსტრაცია. რომ იმ იმპერიამ რომელიც რაღაცა კი უციქნევდა რაღაც შენ დაპყრობილი ყავდი ბოლო იყო თუ არ იყო, იმან ძალიან შიშულად განახა, რომ აი ამას გიზამ. ეს არის ჩემი პასუხი ყველაფერზე შენ რაც გინდა. და ამასთან ასოცირდება. და ეს ძალიან ისეთი ამბავია, ძალიან სენსიტიური, ძალიან ღრმად ჩადის ქართულ საზოგადოებრივ ქსოვილში. ერთი ეს არის და მეორე არის ჩვეულებრივი ობიექტური გადმოსახედიდან შეხედო, რომ ხო, ამას სხვა კანონზომიერება არსებობს. ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანებზე სახელმწიფოს სახელი დაწამლეს, ისინი უნდა დაისაჯონ. სხვა გზა არა, ისინი თუ არ დაისჯებიან, ეს ქვეყანა რავი, არც განათლების სისტემა, არაფერს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ეს ქვეყანა წელში გამართული ვერასდროს ვერ იქნება. ვერ იქნება უბრალოდ. ეგეთი სისტემა არ იმუშავებს, ეგეთი სისტემა ვერასდროს ვერ გაბანალიზდება, მოდი ეგრე ვთქვათ. შეიძლება პუტინთან შეხვედრის ბანალიზება მოახდინონ და ალბათ მაკეთკენ წავლენ და იზამენ მაგას. შეიძლება რავი ბევრი რაღაცის ბანალიზება მოახდინონ, როგორც რუსების შემოსევა გაგვიправეს, სხვა რაღაცეები, ყველაფერი თავს მოახვდეს, მაგრამ ეს რო საკუთარი სახელმწიფო დაუსჯელად ძალადობს და წამლავს, ანუ კლავს გრძელვადიანად თავის მოქალაქეებს და ახალგაზრდა მომავალ თაობას, ეგ მგონია რომ კანონზომიერება რომ არასდროს არ ეპატიებათ. ამიტომ არც ერთი წუთით არ უნდა წავიშალოთ ეგ იმიდან რა თავიდან და ყველა თითოეულ ამ ქვეყნის მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნიუსი და ერთი ამბავი რომელიც მოხდა. რომ ამაზე პასუხი რო ვაგებინოთ, რაც შენ თქვი, მაგით მინდა მე დავამთავრო ჩემი ნაწილი, რომ რაც შენ თქვი ამაზე რა, ძალიან მნიშვნელოვანია მეხსიერება და ამბები და ყველა ის ადამიანი შეიძლება რაღაცა ტრამვირებული ამ ყველაფრისგან, დღეს ყველამ უნდა მოყვეს, ბევრი საჩივარი უნდა იყოს, ბევრმა ადამიანმა თავისი ამბავი უნდა დადოს და ეს ყველაფერი ერთად შეიკრება იმათ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამბავს ეს ამბავი არ ჩაივლის უკვალოდ რა და იმაში დარწმუნებული ვარ, რატომღაც რომ არ იქნება ეს რაღაც ბევრი წლის ამბავი და მარტო სტრასბურგის იმედად არ ვარ. გეთახმები. მგონი დერეფნის ბოლოში გავედით. მე მგონი ამ დერეფნის ბოლოში გავედით. ხო. და რამოდენიმე კარით შევაღეთ. კი. ვეცდებით. პირველ რიგში ხო პირველი პოდკასტი შეიძლება და პირველი ჩართვა მოგეჩვენოთ, რომ ცოტა ქაოტურია, ჩვენთვისაც პირველია
პასტიბულს გააცემის შემდეგ ის სხვა ფორმატი იყო. კი. განახებთ ერთ. და გავედით დერეფნის ბოლოში. ვისაუბრეთ ის, რაც დღეს ყველას ერთად გვაწუხებს. ჩვენ არ ვართ ძლიერები პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, გულისხმობ ჩვენ საზოგადოებას, პარტიებსაც, სამოქალაქო აქტივისტებსაც, რიგით მოქალაქესაც და ასე შემდეგ. პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ხაზია, რომ ვისაუბროთ, მივუწვდეთ ახალ ადამიანებს, ვისაც პოლიტიკის იმედი აქვს დაკარგული და სულ ამის მაგალითად მახსენდება ის, რომ თუ გვახსოვს რამდენი მძიმე ტრაგიკული მსხვერპლი არსებობს ქართული ოცნების პირობებში და აი ბოლო პერიოდში მქონდა ტესტი ესეთი, რომ რამდენმა ადამიანმა იცის დღეს, მათ შორის პროტესტის მონაწილეებმა და ახსოვს დემურ სტურუას ამბავი. აი სამტრედიაში პოლიციელის მუქარის გამო თავი რო ჩამოიხრჩო ახალგაზრდა ბიჭმა. თემურ აბზიანიძე ქუთაისში, ბევრი და ესეთი მძიმე ამბები უნდა გავიხსენოთ და ვთქვათ, რა ძალასთან გვაქვს შეხება, რას ვებრძვით, რა არის გამოსავალი, როგორ გადავწყვიტოთ კონფლიქტები, მოვიწვიოთ ოპონენტები, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ვიკამათოთ, ვისაუბროთ, შეიძლება შევრიგდეთ, შეიძლება კიდევ უფრო ვიჩხუბოთ და ასე შემდეგ. თუმცა мотиваცია და მიზანი იქნება ის, რაც ივანიშვილის ხელისუფლებას უფრო მეტად დააზიანებს, შეცვლის და ჩააბარებს წარსულს. იქნება ჩვენი დერეფნის ბოლო და მინდა გთხოვოთ, რომ იმისთვის, რომ ეს ჩვენი შრომა ძალისხმევა მივაწვდომოთ ბევრ ადამიანს, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. გამოიწერეთ, დაზარეთ, დაგულეთ, ასე შემდეგ რაღაცები არის, მაგებს ვანახებთ. შემდეგ დერეფნამდე. ნახვამდის.